არიან ადამიანები, რომლებიც იწუნებენ ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას, მათ შორის, რა ვიცი, ალბათ მომხრე არიან, რომ სანქციები დაუწესოთ რუსეთის ფედერაციას, ყოველ შემთხვევაში განცხადებების დონეზე, ხო მარტივად ჩავეკითხებით ამ ხალხს, რომ აი შენ რო ვაჭრობ რუსეთთან, რო გაგაქვს შენი საქონელი, ხო? რანაირად ითხოვ პარალელურად ჩვენგან რუსეთთან არაპრაგმატული პოლიტიკის წარმოებას და იგივე სანქციების დაწესებას, ხო? ან მეორე კითხვა. ევროპარლამენტი რო გამოვიდა და რომ მოითხოვა ჩვენგან რუსეთისთვის სანქციების დაწესება. გამოვიდა ვინმე და გააკეთა კრიტიკული განცხადება, ხო აწყობთ გააგრძელონ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. და ამაში ჩვენ ვერ გავკითხავთ მათ პირიქით, ჩვენ თვითონ ვართ მომხრე იმისა, რომ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან შევინარჩუნოთ, მაგრამ შენ რო ხარ ბიზნესმენი და რო სარგებლობ ამ ყველაფრით, ხო და გაქვს სავაჭრო ურთიერთობები, ეკონომიკურ შემოსავალს იღებ რუსეთთან ვაჭრობით, ხო? რატომ არ გამოხვედი და რატომ არ გააკრიტიკე ევროპარლამენტი იმისათვის, რომ სრულიად არაადეკვატური მოთხოვნა წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას? თუ შენ ხარ მოქალაქე, ამ ქვეყნის მოქალაქე და თუ გრძნობ პასუხისმგებლობას იმასე, რომ უნდა დაიცვა ყველგან შენი სახელმწიფოს და შენი ქვეყნის ინტერესები. რატომ არ გამოხვედი და არ გააკრიტიკე ევროპარლამენტის აბსოლუტურად არაადეკვატური მოთხოვნა ან სხვა ევროპელი პოლიტიკოსების აბსოლუტურად არაადეკვატური მოთხოვნა? ამ კითხვებზე არ აქვთ პასუხი.